ერთი კითხვა მაქვს შენთან. რამდენად ხშირად იკმაყოფილებ წყურის შეგრძნებას ნებისმიერი სხვა სასმით წყლის გარდა. ამ ვიდეოში გაიგებ რა შეიძლება გამოიწვიოს ერთი შეხედვით უნებელმა ჩვევამ. მაგალითად ავიღოთ ალკოჰოლი, ტკბილი გაზიანსასმელები და ენერგეტიკულები. თუ ზემოთ ჩამოთვლითაგან რომელიმე მაინც მოიხმარ წყურული შეგრძნების გასაქარებლად, უნდა იცოდე რომ ამ დროს შენი ორგანიზმი პირიქით იქცევა. მაგალითად დააკვირდეთ ეს კოაკოასვამ უფრო მეტი გინდება და ეს ასევე ეხება როგორც ძლიერ, ასევე ნაკლებად ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს. რადგან ნებისმიერი ალკოჰოლი ითვლება შარმდენ ნივთიერებად, რომელიც იმის გამო რომ იწვევს გაუწყლონებას, ასევე ზრდის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკს, რაც შეეხება ტკბილ გაზიანსასმელებს. აქაც ალკოჰოლის მსგავსად გიძლიერდება წყურის შეგრძნება და არა პირიქით. და უმეტეს შემთხვევაში, როდესაც შენი წყურია, შაქრის დონე არის ძალიან დაბლა. გაზიანი სასმელების მიღებისთანავე შენი ინსულინი ფეთქდება, რაც ლოგიკურად წონის მატების და დიაბეტის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია. ასე რომ დაიკმაყოფილე წყლის შეგრძნება მხოლოდ წყლით. და თუ გსურს, რომ წონაში ისე დაიკლო, რომ 3 თვეში ვერავინ ვერ გიცნოს, მაშინ ჯერ გამოიწერე არხი და ინდივიდუალური კონსულტაციისთვის მოიწერე Instagram-ის პირადში.